რამდენად იღბიანი ხარ? Შესაძლებელია თუ არა რომ ყოველივე ადამიანის სიზმარი სხვადასხვა სამყაროში რეალური იყოს. მაინტერესებს შენი აზრი, რაც უფრო ვსწავლობთ სამყაროს, ატომები, კოსმოსი, მით უფრო გვიახლოვდება სიმართლე თუ პირიქით უფრო ვიბნებით. გამარჯობა, მე ჰიტა ვარ და მე 160 IQ მაქვს. მე ძალიან მიყვარს როცა Q&A-ის ვიდეოს ვიღებ, რადგან გენიოსი გამომწერები მყავს და თქვენს მიერ დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემა ჩვენთვის აღმართოვანებელია. ზოგი კითხვა კოსმოსია, ზოგი კითხვა ფილოსოფიაზეა, ზოგი კითხვა რაღაცა მაუსია და ამდენად მრავალფეროვნებაა. რამდენიმე დღის წინ დავწერე ჩემს YouTube community-ში პოსტი, სადაც უნდა დაგეწერათ კითხვები და მაგ კითხვებზე უპასუხებ ახლა. ნახოთ აბა რამდენი დაწერეთ. 300 მეტი კომენტარი, ამიტომ რასაც მოვასწრებ, მოდი უპასუხოთ. თქვენ მანამდე ვიდეოს ლაიქს დააწექით, ეს კეთილად წაადგება ამ ვიდეოს და რაღაც პატარა პოზიტივს გამოიწვევს ამ გაჯეტებით სავსე სამყაროში. ჩემი არქივ თავარი პარტნიორია საქართველოს ბანკი. აქვე გეტყვით, რომ საქართველოს ბანკი არის საქართველოს საფეხბურთო ნაკრების, საქართველოს საკალათბურთო ნაკრების და საქართველოს ოლიმპიური ნაკრების გენერალური სპონსორი. რაც კარგია ძალიან ასწორებს. რეპერები ხშირად გახსენებენ ბეთლებში და ტრეკებში და რას ფიქრობ მაგაზე? რეპერები მართლაც მახსენებენ ხშირად. და რას ფიქრობ მაგაზე და მაგრად ასწორებს. იმიტომ რომ კარგად მახსენებენ და ადამიანს როცა ასე კარგად გახსენებენ, ყოველთვის ასიხარულოა. თან კიდე რეპი მე ძალიან მიყვარს. ბავშვობიდან სულ ჰიპ-ჰოპს უსმენდი და ქართველი რეპერების დიდი გულშემატკივარიც ვარ თან და ყველას უსმენ საერთოდ. ადრე თქვი ვიდეოში რომ თუ რომელიმე ჰიპ-ჰოპ ტრეკს 200 ნახავ მაინც აქ იქ ერთ-ერთი მე ვიქნები აუცილებლად თქო. იმდენად მევასება და თვალს ვადევნებ ყველაფერს და. ამიტომ ესეთი რაღაცები ყოველთვის სასიამოვნოა და ძალიან გულშემატკივრობ თვითონ ამ სფეროს. და საქართველოში ძალიან გენიოსი ტიპები ვყავს, რომლებიც მაგალითად ინგლისური ბაზარი რომ გქონდით ან რაიმე დიდენოვანი აუცილებლად ყველა მულტიმილიონერი იქნებოდა მათი ნიჭის გამო. და საქართველოში რადგან პატარა ბაზარია, შენს ნიჭს, წარმატებას და ცნობადობას და პოპულარობას ეს ფინანსური მხარე არ მოყვება. დაიგდეხავს, თორე ახლა საქართველოში ისეთი ბაზარია ჰიპ-ჰოპში, რომ ბევრი რეპერი მილიონერი უნდა იყოს თავისი რეპერობით. და მაგდენი რესურსი რომ გქონდით, მე ეს თამასა კიდევ უფრო აიწევა, რადგან მეტი რესურსი ექნებოდა თავისი კარიერის გასაზრდელად. თუნდაც უბრალოდ დროის კუთხით. თუ შეგიძლია ერთი საიდუმლო საბოლოოდ ამოხსნა, მაგალითად ეგვიპტის პირამიდების ან ანტარქტიდა, რას აირჩევდი? არ ავირჩევდი ასე. იცით როგორ არის? თუ ასეთი დონის საიდუმლო ამოხსენი, ესე ბრძყალებში. როგორც წესი ეს არ არის ხოლმე ერთი რაღაცის ამოხსნა. არამედ ეს არის ახალი თვალსაჩინო შეძენა შენ ცნობიერებაში. რაც მაგ ლიგაში უკვე რა პრობლემებიც იყო, ყველაფერზე ერთად სცემს პასუხს. სპონსორებზე გითხარი რამე როგორ რიჩევ სპონსორს თუ თვითონ გირჩევენ. მე დიდი ხანია იუთუბერი ვარ და ძალიან ბევრი სპონსორი მყოლია და დიდი გამოცდილება დამიგროვდა, მაგრამ თითქმის არ მაქვს გამოცდილება საერთოდ, როცა სპონსორთან მე თვითონ მივედი და ჩემი არქის სპონსორობა შევთავაზე და ეს წარმატებით დასრულდა. და თითქმის არც ერთ იუთუბერს არ აქვს მსგავსი შემთხვევა. დამწყებ იუთუბერებს ურჩევ, რომ სპონსორებთან შეთავაზების გაკეთების ნაცვლად ენერგია ჯობია საკუთარი ვიდეოების დახვეწაზე მოვახდინოთ, რადგან ეს უფრო შედეგიანია პრაქტიკაში. შეიძლება მეორე მხრივ ისიც იყოს, რომ აქეთ მხრიდან არ ხდება სწორი შეთავაზების გაკეთება სწორ მომენტში და სწორ დროს, თუმცა უბრალოდ ეხლა სიტუაცია რომ ვახსენოთ, ძირითადად არა მარტო ჩვენთან ყველა იუთუბერთან რა სპონსორებსაც ხედავთ, პირველადი ინიციატივა სპონსორისგან მოხდა. რაში გაცვლედი შენს Lamborghini-ს კამს? ვაიმე ფანქარი დამივარდა, სანდალის ჩემი ფანქარი. ჩაგვახედე კრეატორის კულუარებში, როდის იქნება ახალი სეზონი, რამე ცვლილებები თუ იქნება და ზოგადად, რას ფიქრობ ამ პროექტზე რამდენად გაამართლა. ჩემი აზრით, კრეატორის პროექტი ახალი სიტყვა იყო ქართულ YouTube-ში. პირველივე სეზონში რომ იუთუბერობის სრულმა 500 ადამიანმა გამოგზავნა შესარჩევის ვიდეო, ეს მეტყველებდა უკვე, თუმცა ეს საბოლოო ჯამში რომ შევახსოვთ, პირველი სეზონი მაინც გამოცდილების დაგროვების იყო, როგორც პროექტის ავტორების, ასევე ჩვენი მხრიდან და ყველა ადამიანის მხრიდან, ვინც ჩართული იყო ამ ყველაფერში და გონია რომ ძალიან ძვირფასი ცოდნა იმალება მაგ პროექტში ისეთი ადამიანებისთვის, ვინც ფიქრობს რომ YouTube-ზე ან ზოგადად სხვა სოციალურ ქსელებში ინფლუენსერის ან კონტენტ კრეატორის ან კიდე რა ვიცი რა სიტყვები შეესაბამება ამ ყველაფერს კარიერა გაიკეთოს. რადგან მე რომ დავიწყე ვიდეოების გადაღება და გადავწყვიტე რომ ეს ყოფილიყო ჩემი კარიერა, არანაირი ინფორმაცია არ არსებობდა ამ სფეროზე და პროფესიათაც არ აღიქმებოდა და არაფერი მსგავსი და აი ეს პროექტი რომ ყოფილიყო მაშინ, ალბათ 2-3 წლის წვალებას დამიზოგავდა ცხოვრებაში. ამიტომ გამართლებაში ყველაზე მეტად ამღირებულიყო სულისხმობ რომ გაამართლა. ამ რაღაცებზე ლაპარაკი მომავალშიც მოგვიწევს, რადგან მეორე სეზონზე მუშაობა უკვე დაწყებულია და რამდენიმე თვეში დაიქუხებს. რამდენად იღბიანი ხარ? როგორი იღბიანი ვარ, იცით?
ძალიან იღბლიანი არ ვარ. აი 1% თუ შენს ხარეს და 99 წვის ხარეს ალბათ ეგრე არ გამიმართლებს. და მაგის ამბიცია არც მაქვს. მადლიერი ვარ. იღბლიანზე უფრო ვარ მადლიერი. მადლიერი ყველაფრისთვის, საერთოდ. აი მაგალითად, იმ სპონსორებისთვის, ვისთანაც თანამშრომლობ, მადლიერი ვარ, თქვენთვის ვინც ჩემი ახი გამოიწერეთ. მადლიერი ვარ ასევე ვინც ამ ვიდეოზე ლაიქის ღილაკს დააჭირეთ თქვენს მიმართ. შეიძლება არც გამოწერის ღილაკს დააწეკით, არც ლაიქის ღილაკს, მაგრამ რომ უყურებთ, ამისთვისაც მადლიერი ვარ, იმიტომ რომ თქვენი ნახვაც ძალიან ბევრს ნიშნავს ჩემთვის. თუ ვინმე დისლაიქს დააჭირეთ, მაგაზეც მადლიერი ვარ. რადგან ესეც ალგორითმისთვის რაღაცა არის. თუ ჩემს არხს საერთოდ არ უყურებთ და ისე ცხოვრობთ და კარგი ადამიანი ხართ და კეთილ საქმეებს აკეთებთ, თქვენს მიმართაც მადლიერი ვარ. თუ არ აკეთებთ კარგ საქმეებს, მაგრამ ფიქრობთ კარგი საქმეების გაკეთებაზე, თქვენს მიმართაც მადლიერი ვარ. ზე რომ ამოდის ყოველ დილას, მაგისთვისაც მადლიერი ვარ. და კიდე მადლიერი ვარ ყველაფრისთვის საერთოდ რაც არსებობს და კიდე უფრო მადლიერი ვარ იმისთვის, რომ ეს მადლიერების შეგრძნება მაქვს გულწრფელად. და არანაირი ძალისხმევა ან თავის მოტყუება ან არაფერი არ მიწევს მაგისთვის. თამე ჯერა იმის, რომ რაც ჩვენს გონებაში ხდება, შემდეგ ის ხდება გარეთ და არაპირიქით. და შესაბამისად, მადლიერება იწვევს იღბალს. მადლიერებიდან გამომდინარე ვარ იღბლიანი. ეხლა თუ გამოვყევით აზროვნებაში და გაიგეთ, ჩემი გამიხარდება და მადლიერი ვიქნები. და თუ ჩემი საუბარი სისულარით მოგეჩვენათ, მაგისთვისაც მადლიერი ვიქნები, მოდი. და შემდეგ კითხვაზე ვეცდები გამოვასწორო. ყველაზე მეტად რომელი ქართული კერძი გიყვარს? როცა მეკითხებიან ჩემს ტოპ საკვებზე, წინა ვიდეოში ცოტათი ვისაუბრეთ ამაზე, წარმოვიდგინე ხოლმე ასეთ სიტუაციას. ძალიან რომ შიოდეს, თელი დღე რომ დილიდან გასული ვიყო და უკვე საღამოროა და მაგრად გშია. ნებისმიერი კერძის საუკეთესო ვერსიები რომ წარმოიდგინოთ. და რომ შეგიძლიათ აირჩიოთ მხოლოდ ერთი. რომელს აირჩევდით? მე ავირჩევდი ხინკალს პირველ რიგში. თუ მეტყოდნენ რომ ხინკალი არ შეიძლება, მაშინ ავირჩევდი საცივს. თუ მეტყოდნენ რომ ხინკალი და საცივი არ შეიძლება, მაშინ ავირჩევდი ალბათ ლობიოს და ლობიანს და ასე შეიქმნა ჩემი ტოპ 3. ამ ვიდეოს ახლა ვინც უყურებთ, დამიწერეთ თქვენი ტოპ 3 კერძი, თუ არ ჩაგეტიათ 3-ში და გურმანი ხართ და ბევრი უფრო გიყვართ, 5 ან ცოტა მეტიც. და მე ყველა კომენტარს წავიკითხავ გულდასმით და მინდა ასე ქართულ საზოგადოებაში რა კერძები არის ტოპ 3, რა აზრი დომინირებს ეს სტატისტიკა მქონდეს გონებაში. არაპირებ დოჯზე ვიდეოების დადებას, ვევასება მანქანები ხალხს. 2 ვიდეო გადავიღე სულ მანქანაზე, რაც კი მანქანა შევიძინე. გადაღების პროცესი ჩემნაირი ადამიანისთვის, რომელიც ასე სულ თავის სახლში ზის და რაღაცებზე ლაპარაკობს კომპიუტერთან, ძალიან დამღლელი აღმოჩნდა და რთული. და უფრო დიდი პატივისცემა გამიშთა იმ ადამიანების მიმართ, ვინც მანქანების კონტენტს აკეთებს. იმიტომ რომ სვანერად დავინახე შიდა საქმეები. ხო და ახლა ჯერჯერობით არაფერი არ მაქვს დაგეგმილი, მაგრამ თუ რამე კარგი იდეა მომივიდა, გეტყვით. რა სიტყვი ახალ თაობაზე? ახალ თაობაზე ვიტყვი იმას, რომ მაგრად მევასებიან და ძალიან ბრძენი ადამიანები არიან ახალი თაობის პატარა ადამიანები. სანაირად ავაწყე წინარადება. შესაძლებელია თუ არა რომ ყოველივე ადამიანის სიზმარი სხვადასხვა სამყაროში რეალური იყოს. ეს ძალიან საინტერესო კითხვა არის და ესეც ზედაპირულ პასუხს ვერ გავცემთ. მოდი ესე მივუდგეთ. თუ ჩვენ სიზმარში გვაქვს იმის განცდა რომ რაც ხდება 100%-ით რეალურია და შეიძლება ეს განცდა გქონდეს სიზმარში. და შემდეგ ეგეთი სიზმრიდან რომ გაიღვიძებ, შეიძლება რამდენიმე წუთი ვერ მიხვდი სათხარა. მე მგონია ხშირად. და ესეთი რაღაცები ცხოვრებაში დამარცხნია ხშირად. ხშირადაც არა, მაგრამ დამარცხნია. რომ როცა გაიგვიძებ, რამდენიმე წუთი ვცდილობ მიხვდე რა სიტუაციაში ხარ საერთოდ. რამდენიმე წამის შემდეგ ეს შეგრძნება საერთოდ გავიწყდება და სიზმარის ადგილს დაიკავებს ცნობიერებაში, რომ ეს სიზმარი იყო და აგრძელებს ცხოვრებას. მაგრამ თვითონ იმ მომენტში, როცა სიზმარის პროცესია და შენ ფიქრობ, რომ ეს ყველაფერი 100%-ით რეალურია და ახლაც მე ამ ვიდეოს ჩაწერისას ვფიქრობ, რომ ეს მომენტიც 100%-ით რეალურია და არა სიზმარი, არ არის სიზმარი. ამათ შორის შეგრძნების დონეზე თუ იქაც 10-დან 10 იყო და აქაც 10-დან 10 რეალობის აღქმის კუთხით. მაშინ განსხვავება არ არის. და მაშინ ახლაც რომ გამეღვიძოს თეორიულად და ეს სიზმარი ყოფილიყო, რომელიც უბრალოდ ეს მთელი ჩემი ცხოვრება მახსოვს და ყველაფერი. თეორიულად ეგ შესაძლებელია. სიზმარი თვითონ ძალიან ამოუცნობი რაღაცაა და ბევრ რაღაცაზე პასუხის პოვნა შეიძლება სიზმრების კუთხით. შენი აზრით ადამიანები ერთნაირად ხედავენ ფერებს? აი მაგალითად მე თუ ლურჯს ხედავ, შენს ლურჯს ხედავ, თუ ყვითელს, მაგრამ დასახელების გამო შენ ყვითელს ჩემი ლურჯი ქვია. აშკარად ვერ ახსენე, მაგრამ იმედია გაიგე. ანუ ეს შეობა რამდენიმე ხნის წინ შემხდა კიდე და ძალიან საინტერესოდ მომეჩვენა. და რა იგულისხმება, ნახეთ? ეს საყვარელი დრაკონი ხომ არის წითელი და მე ამ ფერს ვეძახი წითელს. ანუ თუ ჩემთვის ეს ფერი არის წითელი და ვეძახი წითელს, მაგრამ თუ შენთვის მაგალითად ამ ვიდეოს მაყურებლისთვის ეს ფერი არის ლურჯი ან ლურჯად თუ ხედავ, მაგრამ ეძახი წითელს, შენთვის ეს ლურჯი იქნება წითელი. ვერ ახსენე კარგად. მაგალითად თუ მიხვდით ის თქვაც მინდოდა, გული დამწერეთ ვიდეოს კომენტარებში. ეს კიდე არის დრაკონი
რომელსაც ლაკი ქვია. და MSI-ის ეს დრაკონი იმიტომ მაქვს, რომ MSI-მ გამომიგზავნა საჩუქრად თავისი ახალი გეიმინგ ლეპტოპი Katana, რომელსაც შემდეგ ვიდეოებში გაჩვენებთ. Epstein-ზე გვინდა ვიდეო ბრე. Epstein-ზე ვიდეო is cooking. ბოლოს რა ანიმეს უყურე? ბოლოს რას უყურე? One Piece უყურებ ახლა, ჯერ 3 სერიაზე ვარ და ჯერ კიდე 900-ია. ამიტომ მაგის გარდა არ ვიცი კიდე რას უყურო. ვისაც რა ამის ყურება გინდათ და არ იცით რას უყუროთ, არა მარტო ანიმეს, ზოგადად ფილმს მაგალითად თან სერიალს. უყურეთ Vinland Sagas და მერე მოდით და მიჩვენეთ. კატას მოკითხვა, გითხარი რა როლს თამაშობს შინაური ცხოველი ადამიანის ცხოვრებაში და ასევე შენ შემთხვევაში როგორია. აი ნახეთ, ძალიან ისე სიღრმეებში რო არ ჩავიდეთ და ფილოსოფიურად და რაღაც ძალიან მარტივად რომ გითხრათ. როდესაც ჩემს კატავს ხედავ, ხიარულდები და მეღიიმება. იმიტომ რომ იმდენად საყვარელია, სხვა რეაქცია ვერ გიქნება. ან მაგათაც დილით რომ გავუღვიძებ და სადმე მაგვიანდება. და რო შევხედავ და როგორ წევს. და ის ხო ისე ცხოვრობს რომ არასოდეს არსად არ აგვიანდება. და მაგაზეც მეღიმება ხოლმე. ძალიან დიდი პატივისცემა შინაურ ცხოვრებას. სალამი ჰიტა, ერთი კითხვა მაქვს. ვიდეოში სულ პოზიტიური ხარ, მაგრამ რეალურად რა არის ისეთი რაღაც, რაც შენი წყობიდან გამოყვანა შეუძლია წამებში. ეგეთი რაღაც არსებობს. არასოდეს არ ყოფილა შემთხვევა, როცა მე წყობილებიდან გამოვედი. სულ ესე წყნარად პოზიტიურად, ბედნიერად ყველას მიმართ კეთილი სურვილით და ეგეთი რაღაცებით ვარ დავადებიდან. ერთადერთი რაღაცაც შეეძლო ჩემი წყობილებიდან გამოყვანა, თან ესე 0-დან 100-მდე იყო Dota-ს თამაშის დროს რუსები. და თუ თქვენ ვერ ხვდებით ახლა მე რას ვამბობ, ვინმეს თუ იცნობთ, ვინც Dota-ს თამაშობდა ან თამაშობს, იმათ კითხეთ და ისინი აგიხსნიან უკეთ. იმიტომ რომ მე არ შემიძლია. როგორი სასმელია დოპამინი? როცა იუთუბერი ესეთი ნაბიჯს გამს და თავით ბრენდს ქმნის. ესე მგონია რომ ჩვენი ვალია, ვინც ამ სფეროში მოღვაწეობთ, კოლეგიალობა, კეთილი სურვილი და რაღაცნაირად სულ წახმარება თავის საქმეში. ისეთ ადამიანებსაც ვიცნობ, ვისაც ძალიან მოეწონა და ყოველ დღე ყიდულობს და ისეთებიც ძირითადად კომენტარებში ვინახავს, ვისაც გემო დიდად არ მოეწონა. მაგრამ ეს ბუნებრივია, ყველაფერი ეგრეა. ან რაღაცა მოგწონს, ან რაღაცა არ მოგწონს. თან როცა საქმე გემოს ეხება. ხო და მე კაკოს ვიცნობ, ის გუნცაც ვიცნობ და ძალიან კარგი წარმოდგენის ვარ მათზე. და მგონია რომ დამიზანიც აქვთ დასახული, ყველაფერს მიაღწევენ უნორმო შრომის მოყარეობით და შეუპოვრობით. ეგ კიდე უხვად აქვთ. და ბევრი რაღაცის დამატებას აპირებენ კიდე და არ გაჩერდებიან ნამდვილად. როცა ესეთ რაღაცას აკეთებს ერთი ადამიანი ამ სფეროს წარმომადგენელი, ყველასთვის რაღაცნაირად წარმატებას ნიშნავს თუნდაც ცოტათი მაინც და ამას სწორი გააზრება ჭირდება. რამდენ ლაიქზე უნდა ავიდეს TikTok ვიდეო, რომელშიც ამ ვიდეოს კომენტარს ჩავსვამ, რომ კოლაბი გადავიღოთ. ვაუ, მოდი ავიდეს 36,000 ლაიქზე. ძალიან ხوار მომევიდა. როგორ მოვერიოთ სიზარმაცის და მივეჩვიოთ ფორმაში რუტინაში ჩადგომას, ან თუ არსებობს ფორმაში ჩადგომის რაიმე ალტერნატივა. ამ კითხვაზე პასუხი თუ იპოვნე, მეგობარო, მეც გამაგებინე. ამ კითხვისთვის მე ვარ ყველაზე ცუდი ადრესატი. იმიტომ რომ მე არც რუტინა მაქვს, არც ფორმაში ვარ. არ შემიძლია ერთ და იგივე დროს გავიღვიძო და მთელი ჩემი ცხოვრება ისე მოვიწყე, რომ არ ყოფილიყავი რუტინაში. როცა მინდა მაშინ ვიღვიძებ, როცა მინდა მაშინ ვიძინებ. და ვფიქრობ, რომ არ აქვს მნიშვნელობა, როდის იძინებ და იღვიძებ, თავარია, როცა გაიღვიძებ, რაც გააკეთებ. მაგრამ ეს ძალიან ინდივიდუალურია და არ ამგონია სხვა ადამიანზეც ასე იმუშაოს, ამიტომ ვერავის ვერაფერს ვერ ურჩევ. ჩემ თავზეც რომ ყვები, მაგის მეცინება, რომ ამ მიდგომით კიდე რაღაცას ვახერხებ ცხოვრებაში. მაგრამ მე ჩემებული ადამიანი ვარ, ჩემს უნარებზე მორგებული და მე ვიცი რა მომიხდება და რა არა. და ეს ძალიან ინდივიდუალურია. შენ ძალა შენ თავზე უნდა იპოვნო. ზოგ ადამიანს დილის 6 საათზე გაღვიძება და რაღაცეების რუტინულად კეთება, ან ვარჯიში, ადრე ან რაღაცა ეგეთი. თებს გადაადგმევინებს ხოლმე ისე პოზიტიურად მოქმედებს. მე დილის 6 საათზე რომ გავიღვიძო, ციხის გადმოდმაც დამეზარება. თების კი არა. თან ქართულში არსებობს ასეთი სიტყვა, რომელსაც ქვია ჭვრეტა. იცით რა არის ჭვრეტა? ჭვრეტა არის, როცა წამოწვევი, არაფერი არ გაქვს გასაკეთებელი, ხარ წამოწოლილი შენთვის და ჭვრეტ. ანუ ფიქრობ ამ სამყაროს რაობაზე. და მე მინდა ჭვრეტის დრო მქონდეს და თან ეს ჭვრეტა ვერ გიქნება 2-დან 3-მდე ან 3-დან 4-მდე. ცოტა სხვანაირი რაღაცაა. ხო და ესე არც ზარმაცი ვარ. პირიქით, სულ მუშაობ. დაახლოებით 6 საათი მძინავს და სულ რაღაცაზე ვფიქრობ და არ ვჩერდები არასდროს, მაგრამ თან ეს ჭვრეტა მევასება. თან ამ ყველაფერს დამატებული ჩემი პლუსები და მინუსები, როგორც პიროვნების და ხასიათების. ამ სამი რაღაცის ტანდემით ვცდილობ, რომ ცხოვრებაში იდეალური ფორმულა დავსვა, რაც შეუძლებელია სხვას მოერგოს ალბათ და ვერც ურჩევ ვერავის. რჩევა ალბათ ის იქნება, რომ შენი თავი უნდა შეისწავლო, ასევე იცოდე რა გინდა ცხოვრებაში, საით მიდიხარ, მიზანი არ უნდა შეიცვალო. ამ მიზნისკენ ყოველ დღე რაღაცა ნაბიჯი უნდა გადადგა. შენს თავზე მორგებულად, ისე რომ ადეკვატურიც დარჩე და ეს არის წარმატების ფორმულა. თუ კი ხარ აღმოჩნდება მტკიცებულება, რომ სამყაროში მარტო ვართ, ეს უფრო გაშინებს თუ ის ფაქტი, რომ შეიძლება მარტო არ ვიყოთ. მე არ მეშინია. და რატომ არ მეშინია, ნახეთ?
ამ სამყაროში ყველაფერი დასაშვებია იმის გარდა, რაც დამტკიცებულია, რომ შეუძლებელია. ეს სიტყვები უფრო ლამაზადაც მომისმენია სხვაგან, მაგრამ აზრი ისტორია და მაგის ბჯერა. ანუ ჩემი გონებისთვის, სანამ უცხოპლანეტელები არ არსებობენ ასე მტკიცებულებით და მაგის ფაქტები არ არის და ესე არ ვარ შეჯერებული მაგაზე, არც საზოგადოება და არც მე პირადად. უცხოპლანეტელების არსებობაც და არარსებობაც არც ერთი არ არის დამტკიცებული. საზოგადოებრივი აზრის დონეზე და არც ჩემს თავში. შესაბამისად, ჩემთვის სულ ერთია და არც მაღელვებს. იმდენად რომ ჩემი აზროვნება მაგით მიმართო და მაგაზე ბევრი ვიფიქრო, რადგან იმდენ შრომას წაიღებს და იმდენ რაღაცას რომ შეიძლება მთელი მიშოვნა სხვა რაღაცაზე ვიფიქრო. რა მოხდებოდა თუ ადამიანი ყოველთვის მხოლოდ სიმართლეს იტყოდა? შეიცვლებოდა თუ არა საზოგადოება უკეთესობისკენ, თუ უფრო რთული გახდებოდა ცხოვრება. მოდი ესე უფრო წარმოვიდგინოთ. რა მოხდება თუ ყველა ადამიანი ობიექტურად კეთილი გახდება და ყველა სიტუაციაში ობიექტურად კეთილი როგორც უნდა იყოს, ეგრე მოიქცევა. იქამდე მივა ყველაფერი, რაც სერიალ ლურიბუსში ხდება. რომ მილიარდობით ადამიანი ყველა ერთნაირი გახდება. შენ უფრო ჭკვიანი ხარ თუ შენი მიაუ. გაშნია როგორ? არ ვიცი. მისთვის საჭმელს მევყიდულობ. შენ როცა გინდა ვერ მოეფერებით. თუ თვითონ არა, უნდა რომ ზურგი მოუხანო. მოფერებაზეც კი თვითონ უნდა გადაწყვიტოს რომ მოეფერები თუ არა და. მე რანაირად ვარ უფრო ჭკვიანი. თან ისე დადის გეგონება რაღაცა ისეთი ცოდნა აქვს. რაც სხვა მოკვდავებმა არ იცი. ზოგადად კატები ეგრე დადიან. რაღაცა ისეთი იციან, რაც არ უნდა იცოდნენ წესით. მაინტერესებს შენი აზრი, რაც უფრო ვსწავლობთ სამყაროს, ატომები, კოსმოსი, მით უფრო გვიახლოვდება სიმართლე თუ პირიქით უფრო ვიბნებით. გაშნია როგორ შევხედავთ? როცა მეტ რამეს ვსწავლობთ, ეს უფრო მეტ კითხვას იწვევს და ეს ასია. მაგრამ ეს სწავლა სინამდვილეში იმას ნიშნავს, რომ რაღაცეების გამორიცხვის საშუალებას გაძლევს. მაგალითად, როცა გავიგეთ რამდენია სინათლის სიჩქარე, ამან ბევრი კითხვა გააჩინა, მაგრამ რაღაცეები გამორიცხა. ყოველი აღმოჩენა ასია. უფრო ახალ თავსატეხს გიჩენს ბევრს, მაგრამ აქედან რაღაცეებს გამორიცხა ხოლმე. და დამტკიცდება, რომ შეუძლებელია. და ასე იზრდება ადამიანების თვალსაჩინო. ეს ნახეთ რა მაგარი მაისური მოწვია. ეს ახლახანაც მივიღე საჭუბრად გამომისწონის formi.g არის ესეთი საიტი. და ესე Instagram-საც გაჩვენებთ. შეგიძლიათ შევუკეთოთ ეს დიზაინები, რასაც ხედავთ. ან შეგიძლიათ თქვენ თვითონ შევუკეთოთ თქვენ დიზაინით. განსაკუთრებით იმიტომ მომეწონა ეს მაისური, რომ ხარისხიანია ძალიან და ხარისხი დეფიციტურია ზოგადად ამ სფეროში. თან ისეთი მაისური აი ძიმე როა რაღაცნაირი. ეს ძიმე მაისურები მიყვარს. და მაისურები საზღვარგარეთიდან ჩამოვაქვთ და აქაც კერავენ ხოლმე. თვითონ მაისური არის ძალიან ხარისხიანი. ეს პრინტის შესრულებას ტექნოლოგიურად უმაღლესი ხარისხით არის. რაც მსოფლიოში არსებობს, ასევე შეუძლიათ ნაქარგი გააკეთონ მაისურებზე და ხუდებზე, თვითონ შეკერონ საერთოდ და დიდი წარმოება აქვთ, ბევრ ბრენდთან თანამშრომლობენ უკვე წლებია და ამ გამოცდილების და ტექნოლოგიური მოწინავეობის ხარჯზე გადაწყვიტეს ესე საცალოდაც გააკეთონ ხოლმე ძალიან ხარისხიანი მაისურები და ხუდები და კიდე რაღაცეები. და თუ რაღაც მსგავსი სერვისი გჭირდებათ ან აპირებთ ეგეთი რაღაცეების შეძენას, ჩემი რეკომენდაცია გახსოვდით მაგ მომენტში. მადლობა რომ უყურეთ ვიდეოს და იცოდით მაგრად მევასებით.